ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშზე კენჭისყრას ხვალ გამართავს და ქვეყნის პროგრესს შეაფასებს, რაც ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს დაეფუძნება, რის შემდეგაც მიიღება რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას დააფიქსირებს. დოკუმენტის პროექტში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიულ უკუსლვაზე, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ჩადენილ ქმედებებზე. ანგარიშის წარმომადგენელი ლიტველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩი, რომელიც ევროპის სახალხო პარტიას წარმოადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ შეფასებებზე და საომავლო ნაბიჯებზე. დღეს ამ თემაზე სალომე ჯაფარიძე მუშაობდა და მოსაოდნელი პროცესის დინამიკასა და პროგნოზზე და ამასთანავე პოლიტიკურ შეფასებებზე უფრო დეტალურად სწორედ ის ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. სალომე, მოგესალმებით და გისმენთ. მორიგი კრიტიკული გზავნილი ბალტიის წარმომადგენელი ქვეყნებისგან, კონკრეტულად რასა იუკნევიჩიანი ევროპარლამენტარი, რომელმაც შეიმუშავა რეზოლუციის ტექსტი, სადაც საკმაოდ მკაფიოდ და ხაზგასმულად არის თავის მხრივ იმ უკუსლვაზე საუბარი, რომელიც მისი განცხადებით და არა მხოლოდ მისი ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებით ჩვენს ქვეყანაში, ანუ საქართველოში ხდება. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, თავის მხრივ ევროპარლამენტარი ხაზს უსვავს დოკუმენტში, რომ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაიწია დემოკრატიის ინდექსმა და არა თუ გაჩერდა ქვეყანა, არამედ უკუსლვას განიცდის, თუნდაც იმ ქვეყნის მიმართულებით, რომელიც წესით უნდა ასრულებდეს კანდიდატი ქვეყნისთვის დაკისრებულ მოვალეობებს და თავის მხრივ ამ საკითხს გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვინაიდან დოკუმენტში ცალსახა კრიტიკა მიმართულია მხოლოდ პარტია ქართული ოცნების მიმართულებით. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, მათ შორის რასა იუკნევიჩიანი, მსგავსი სახის ეპითეტებით ამკობს ქართულ ოცნებას და მსგავსი სახის რეზოლუციას იმუშავებს. მათი განცხადებით ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ინტერესი იქნას თავის მხრივ დაკმაყოფილებული და მიიჩნევენ, რომ ამ ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგად იციან თუ რა ხდებოდა საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, თუმცა არ სურთ ამაზე საუბარი, რადგან მათი თქმით ეს ყველაფერი არის გუნდური თამაში, ნაციონალური მოძრაობა და მათ შორის ევროპარლამენტარები ნაწილი. მე თუ მეცხრით იხილავენ ამ საქართველოში დემოკრატიისაგან უკუსლის საკითხს და იღებენ საშინელ რეზოლუციებს საქართველოსთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს არის მცდელობა განზრახ გაამწვავონ ურთიერთობა ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებსა და საქართველოს შორის, რათა საქართველოს მიმართ ეს აგრესიული დამოკიდებულება როგორმე არ შენელდეს, რა ნიშნით შეიძლება საქართველოს ახასიათდეს როგორც რუსულ ორბიტაზე გადასული ქვეყანა, ან რა ნიშნით შეუძლია ელექტრონულ არჩევნებს უწოდოს გაყალბებული. ვისთვის აცხობენ ამ რეზოლუციებს, ხომ ზუსტად ვიცით, რომ ევროკავშირს ეს არ ჭირდება და გაცილებით სხვა საჭიროებები აქვს. ეს არ ჭირდება ქართულ ხალხს და ქართულ ხალხსაც სხვა მოთხოვნები და პრიორიტეტები აქვს. ეს ჭირდება მხოლოდ იმ ლიდერებს, რომლებიც კიდევ ცდილობენ, რომ იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე და სწორედ რასას მაგვარი უკვე ყაულგასული პოლიტიკოსებით რაღაც სხვადასხვა რეზოლუციები თუ განცხადებები გაიტანონ საკმაოდ მაღალ პლატფორმებზე. მოვისმინეთ მმართველი პარტიის პასუხი რასა იუკნევიჩიანეს და იმ საკმაოდ მკრაც რეზოლუციის ტექსტს, რომელსაც დიდი ალბათობით ხვალ უყრიან კენჭს. არსებობს მოლოდინი იმისა, რომ რეზოლუციის ტექსტი დამტკიცდება და შემდეგ გადავა უკვე ცხადია პლენარულ სხდომაზე. ვიცით, რომ იურიდიული ძალისხმევა და ძალაუფლება არ გააჩნია აღნიშნულ დოკუმენტს, თუმცა თავის მხრივ ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების პოლიტიკაზე, რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის მისამართით. სწორედ ამას ამბობენ ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ სჯერა ან არ უნდა დაისჯეროს ის, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ხისტი და კრიტიკული გზავნილები საბოლოო ჯამში აისახება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებად მოიაზრებენ სანქციებს, რომელზეც სხვათა შორის დოკუმენტშიც არის საუბარი. არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენს მომავალთან დაკავშირებით და პირიქით ის რეზოლუცია, რომელიც უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, ნათელს გახდის კიდევ ერთხელ, რომ დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა
საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ის მონაპოვარიც, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რაც ერევანში ჩატარდა, შეიძლება სწორედ ამ პროცესების ნაწილად და გაგრძელებად აღვიქვათ, ის რომ საერთოდ არ მოიაზრება, რომ საქართველოში თბილისში ჩატარდეს მსგავსი სამიტი, ან ნებისმიერი სახის შეკრება. ამის პარალელურად მაგალითად კაია კალასმა გააკეთა ძალიან მკაცრი და კრიტიკული განცხადებები ქართული ოცნების მიმართ. აი სწორედ ამ ყველაფერს და ამ განაცხადების პოზიციას, ევროკავშირის პოზიციას განსაზღვრავს ეს რეზოლუციები. მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც ეკუთვნოდათ ოპოზიციურ პარტიებს. საბოლოო ჯამში ჩვენთვის ცნობილია, რომ რეზოლუცია უკვე შემუშავებულია, ყოველ შემთხვევაში ტექსტი, რომელიც ეკუთვნის რასა იუკნევიჩიანეს და ამ დოკუმენტს აყავს თავის მხრივ მოწინააღმდეგეების და ბუნებრივია, რომ ითანხმებიან კიდეც ამ ტექსტის შინაარსს, თუმცა საბოლოო ჯამში უფრო მეტი გაირკვევა ხვალ, როდესაც ამ დოკუმენტს უკვე ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნები განიხილავენ.